მე მართლა ვულოცავ სტუდენტებს ამ გამარჯვებას, მე მათ შევხვდი, რა ვიცი, ალბათ ერთი 10 დღის წინ და ანუ ძალიან მენანებოდნენ იმ ყველაფრისთვის, რაც ამ ქვეყანაში ხდება. და როგორც ერთ-ერთი მათგანის თემო ვაჭარაძის დედა ამბობს, შორენა შავლაყაძე, ასევე ძალიან კარგი აქტივისტი, თემოს ყავს შეშემო ძმა, ეტლით მოსარგებლე საბა, რომელიც ასევე არის აქტივისტი, შორენაც მე მათ ვიცნობ წლებია და ანუ თემო ამ აქტივიზმში გაიზარდა. და შორენა სულ ამას ამბობს, რომ ჩემ დროსო ჩვენო არ გვიწევდაო და ჩვენ ასეთ პატარა ასაკში ამგვარ პრობლემებს არ ვეჯახებოდით და ამ პრობლემებმა ისინი აი ეს მართლა პირველ კურსელები მოკლედ გავიცანი მაშინ და ანუ ძალიან გაზრდილები იყვნენ და ძალიან გაიზარდნენ. და ეს არის ალბათ ამ პროტესტის მუხტი და სიკეთე, რომ ამაში ხალხი იზრდება, ახალგაზრდობაც იზრდება, ყველა თაობის ადამიანები, მეც ვიგებთ ერთმანეთის საჭიროებებზე, თორემ სახელმწიფოს რო ყველა საქმე, ანუ გულზე ხელი აქვს დაკრეფილი, დღევანდელ ხელისუფლებას მოქმედს და არაფერს აღარ აკეთებს აი ამ საბაბით, რომ ქვეყანაში რაღაცა პროტესტია, არც შეშინო პირების კუთხით, არც ახალგაზრდების, არც სხვა ბევრი მიმართულების მხრივ სასამართლო პროცესები არის გაჩერებული, რაღაცა კონკურსები როგორ ტარდება, მოკლედ ყველაფერი არის მივიწყებული, გაჩერებული, ამ რაღაცა ალაბრის მეტროში. კი, რაღაცა ტაქტილური ბილიკები იყო და აყარეს, ანუ ფულს ყრიან კაცმა არ იცის რაში, ანუ თუ არასწორად დააგეს რატო აგებდნენ, მაგრამ აი ეს პერიოდი არის, მე მაგას ვამბობ, რომ აი ეს ადამიანები ძალიან გავიზარდეთ და მართლა ყველანი ერთმანეთის მოტივაციით ვართ. ჩემი თანასკოლელი ესე უმცროსი, ზუსტად ეს 1 წლის წინ ის ფარა თუ ნახირია თუ ჯოგია თუ რემა კანონი რო შემოვიდა, მაშინ ის მაყენებდა დილის და იმის მოტივაციით ვგებოდი ძალიან ხშირად და მივდიოდი აქციებზე, რომ ეხლა ახალგაზრდა ადამიანი ამას პირველად ვამბობ ეთერში, ჩემზე ერთი 7 წლით პატარა არის და მოდი ნუ დავუკარგოთ მოტივაცია და რაღაცა მხარში დაუდგეთ და აი ეს მოტივაცია არის, რაც ამ ქვეყანას წინ წაწევს და ეხლა 300 თუ რამდენი ადამიანი, რა ვიცი 300 არაგველს მაშინ რატო ვითვლიდით და 9 ძმა ხერხეულიძეს, ხო? თუ რაოდენობას ამხელა მნიშვნელობა აქვს. მადლობა, მართლა